დღეს ჩემი უფროსიდები გამოვიყურე ჩელენჯში, დავუსვა მკითხვებს და ვნახავთ რომელი და უფრო კარგად მიცნობს. ან საერთოდ მიცნობენ თუ არა. ვიაზროვნოთ როგორც ნანა. არავინ არ იცნობს ნანა. არ იცნება არც ერთი. როგორი ტიპაში ბიჭები მომწონს. ამაზე ისტორიას მე თვითონ გავიხსენებ თუ შეიძლება. იმედი ამ ვიდეოს არ უყურებს. ძალიან ბანალურია. რა ვთქვა? აქამდე რო გეფიქრა ეგ რა უნდა თქვა? რა შვაში იყო? ცოტა დაიძაბა სიტუაცია. არ უნდა ჩემი მოგება რა. შეეჯიბრებიან ბარბარე და თამარი. აბა სხვადებიც ყავს? და ირას ფიქრობ და მაინც წინასწარი გათვლებით რომელი უფრო მოიგებს? ჩემი აზრით არავინ არ იცნობს ნანა. ბარბარესთან მაქვს შეხება. მე შენ გაზრდ ხმას და შენ მის კეთა მეგარი. თამარი მაინც შვილები ყავს, ოჯახი ყავს და არის ახლოს. რა შუაშია რომ ვითხრათ? ნახოთ. პირველი და ყველაზე მარტივი კითხვით დავიწყოთ. რომელია ჩემი საყვარელი ფერი ამჟამად? Oh no. ცისფერი. Sorry. უნდა დაწერო. მე ცისფერს წერდი, მაგრამ მე არ ვთქვა. თქვათ არ თქვათ, ცისფერი რო არ თქვათ. ამანახეთ. პასტელური ცისფერი, შენ? ცისფერი? ქუით რა წერია? Baby blue. ეს ახლა მიაწერა, უბრალოდ ჩემი დაინახა. ორივეს ჩაითვალა ეს კულა. შემდეგი კითხვა. რა საჭმელს არ შევჭამ არასდროს? წესით არავინ არ უნდა ჭამდეს. და არც არავინ არ ჭამს და მიჩერე. შენ იცი? ხალხი ჭამს. აბა ხაში, რაო, გველის ხორცი? რა გველის ხორცი? ხაში გიწელია? აუ გეთქვა ქართული საჭმელი. წერა ერთი კულა. რა გველის ხორცი, რა გველის არ ხორცი. ვიცი. რომელია ჩემი ფავორიტი დესერტი? რამდენი ხანი წერს? გონი რაღაც გძელია. ამი ორი რა ერთი. არის? ჩიზკეიკი. ჩიზკეიკი. ჩემი რომელი ძმის მანქანას ვიყოლებდი სიამოვნებით? განა რამდენი ძმა ყავს ეხა რომ დიახ, გიორგისას ჯეტურს. აი ქრისტესიას BMW ვაჟაზეს რა სერჩი. აი BMW-ს დაცინის ნანა და ამიტომ იმედი ამ ვიდეოს არ უყურებს. ქრისტესია. ივანეს კიდას რა სერჩი. კიდე არ არის. ვიჩო კიდე ყავს. პრიუს არ სერჩი, ივანეს ისეთი შავი მაგარი პრიუსი რო ყავს რა სერჩი. გაჭრიალებული. BMW-ს ფანი არ ვარ, მაგრამ ჯეტურის ფანი ვარ. ხო ყავს დედაშენს და ხო დაყავხარ. პირდაპირ გეთქვა დედა ჩემის მანქანას ვიყოლია. ო, ძმის კი არა დედის. ჩათვალე რომ დედას ვიყოს ამას აწყობს, იმიტომ რომ დედა პირადი ძღოლია ამისი რო იცოდეთ. სამოგზაუროდ პირველი საწავიდოდი. ვაფშე იკითხება. ამი ორი ერთი. Oh no. იტალია. საფრანგეთი. ნახეთ რა ხდება, მე აქ ნანას კი არ ვიცნობ. უბრალოდ ნანასებურად დავიწყე ფიქრი. თამარი გიგებს. არ ველოდი. ყოიჩა. Send help. შემდეგი, აქ მგონი თამარი ვერ გამოიცნობს. ჩემი საყვარელი ცხოველი. საყვარელი კი არ ვეფერები ისე. ვერაფერები? აღარ გეტყვით. რო ყავდეს მოეფერებოდა. კაი, მინი შემოგეთ, დიდია თუ პატარა? ვერ ვეფერები, ანუ სახლში არ უყავს. შეგჭამს თუ გიკვენს? თუ მიგახვედრე, მიხვდები. მიმახვედრე. ბოლო პერიოდში ახლოს ვიყავით. ოკეი, წავშალოთ. ბოლო პერიოდში ვიყავ მე რა ვიცი. ანუ ახლო შეხება მქონდა. აი, დატოვა გეფაწები. რასთან მქონდა შეხება? აი, რო თქვა რომ არ არისო, რომ მე მეგონა რომ რაც გარეული ცხოველი იყო. და შეხება მქონდა მეთქი დათვს როგორ შევეხებოდი? რას ვაკეთებ ძილის წინ? ლოცულობს. ეცეგ დავწერე. 1-2-3. არ მაინტერესებს. იგნს კითხულობ. Oh no. ივანეს დაურეკავთ ახლა და გადავამოწმეთ რამდენად. გადავამოწმეთ, დაურეკეთ. იო, ერთი კითხვა გვაქვს. რანა ძილის წინ წიგნებს კითხულობს? უფრო რას აკეთებს ძილის წინ? სკროლავს? საჩათავს და იგებს. სად ჩათავს და არანელია. აი, რომელი წინ დაიქცა ბოლოს? მინდა იოსებ ისიკასტის ლოცულობს ეხა და რა ვქნა? ჩემი ქულა არის, აგერ 6 ქულას ვიწერ თავი დავანებით. როგორი ტიპაში ბიჭები მომწონს? გულისხმობ ვიზუალურად. აი, მე მიწერია წაბლისფერი თმა, თაფლისფერი თვალები და მაღალი. ნანას უწერია კულა, ყავისფერი თვალები და მაღალი. მე მიწერია შავგრემანი, ყავისფერი, მაღალი. მაშინ ყველა მოვიგეთ. ნუ, ოკეი, ყველა ჩაგეთავოთ. ოღონდ ბიჭი იყოს და ყველაფერი ჩაითვალა. აი, ოღონდ კულულები არ აქვს. ეგრევე ჩამწრებული თვა თუ აქვს და კაი ბიჭია და მოეწონდა რაღაცა აღარ შეხედა, ხო შეკულულები არ აქვს. კულულები სათვალე სათვალე უკეთესია. შეხო გაქვს არ ყოფნა ის. არა აქვს. არ მაქვს დავიხვევ. დაუხვია იმასაც.
რომელ ოჯახის წევრს გავანდობდი ჩემს საიდუმლოს? აჰა. ბარბარე. მეც. მაგრამ მაინც უფრო მეტი ფულა მაქვს, ამიტომ შეგერგოთ თქვენი ჭორები ერთმანეთში. ბარბარე, ეს იმიტომ რომ ზოგადად რაღაცას რო ეუბნები, კრიტიკულადაც გიყურებს და იმ მომენტშივე გეუბნება ყველაფერს პირდაპირ. არც ერიდება არაფერი და თუ რამე სათქმელი არის, ეგრევე გაყრის. 10 მილიონი რომ მქონდეს. ჩემთვის რამდენს დავიტოვებდი? ნანა, ჯერ შენი აწიე. რა იყო მეთქი, ცოტა ის იქნება. ხო, პული მომზედა. არა, მე გადავთვალე ოჯახში რამდენი ვართ? 12 კაცი ვართ ოჯახში და 12 როგორ გავუყოვა? 9 მილიონი მაინც 700,000. არ იცვლება არც ერთი. ჩამოთვლითაგან რომელ საკრავზე ვერ ვუკრავ? რამდენი საკრავი? უკრავს, პროსტა ხა, რომელზე ვერ უკრავს. ფორტეპიანო, უკულელე, გიტარა, ვიოლინო თუ დრამები. და ამაზე ისტორიას მე თვითონ გავიხსენებ თუ შეიძლება. მართალი ვართ ყველანი. იმიტომ რომ ვიოლინოზეც უკრავს, აი ვიცით რომ ვიოლინოზეც დადიოდი. ფორტეპიანოზე ხო ერთად დავდიოდი. გიტარა და უკულელე ხო ერთი და იგივე არა, გიტარაზეც უკრავდა. უკულელეზე იქნება და არ ვიცი. უკულელე კოვიდის დროს ბაჩუკეთ. რა მე ისეთ მაინც დაიწერე რა ფიერ რა თასნაირი საკრავია რა ვიცი. ჩელო. ვიოლინოზე უკრავდა ძალიან სასაცილოდ მე და ივანებს ვკდებოდი თომას იცი. რომელი ყვავილი არის, რომელიც ყველაზე ნაკლებად მომწონს? აი ვინმეს რო ეჩუქებინა, რომ არ გამიხარდებოდა. კი გამიხარდებოდა, ეხლა სიყვარულის დაჩუქარი ყველასგან მივიღებ, მაგრამ ბიაზროვნოთ როგორც ნანა. ჯერ შენი გვაჩვენე. ვარდი. ვარდები შენ? ძალიან ბანალურია. იმიტომ რომ მიყვარს რომ გასვენებაში ვხედავ ხოლმე სულ ვარდებს და ასოციაციას გასვენებაშია. ვარდები საერთოდ გასვენებაში არ მიაქვს არა და. მახსენებს მე. არა, ვარდები გასვენებაში არ მიაქვს. ბოლოს რა სერიალს ვუყურე, რომელმაც ჩემს ტოპ სერიალებში დაიკავა ადგილი? ეს ის ხო არ არის, ვინ უფრო კარგად მიცნობს, ეს ცნობაზე არ არის. თამარ, აი ბარბარე იცის. მე ბრიჯენტონი მიწერია. ბრიჯეტონი ძალიან კარგია. ორივე ინგლისურად რო დავწერეთ. როცა ცხოვრება მანდარინებს ეს ვიდეოში თქონდა ნათქვამი. რამდენი ვიყურე? ამას უყურე, მაგას უყურე, ამა? ხო, მე რო დავსწორე, დაინტერესდა. ეგ მეც დანახე. დამატირავა ეს ჩემი გულქვა დაო და მინდა გითხრათ რომ ძალიან ვინერვიულე. ამიტომ უყურეთ. ძალიან ვინერვიულე. ცოტა დაიძაბა სიტუაცია, ესე იგი, თამარსაც 10 ქულა აქვს და ბარბარესაც 10 ქულა აქვს. მოდი ცოტა გავართულოთ. რომელ ქართველ სპორტსმენს ვქრაშავდი? იმედი ამას არასდროს არ ნახავს ის. ქართველ სპორტსმენ? აუ, ისა პროფესიას ვიტყვი, რომელი სპორტსმენია და სახელი არ ვიცი. კალათბურთელი. ხო, კალათბურთელი. კულულა ვინ არის? აბა კალათბურთელი გავუს. კულულა არ არის. მაიცა, ეს არის წავისფერია, შავი თმებია, ხო? სახელები ვაფშე არ ვიცი არც ერთის. კაი, თუ სახელი ვიცი, ვიცი, მაგრამ სახელი არ არის ვიცი. სახელი მან ფაჩურიას კაი, აღმიწერე და გეტყვი ეგ არის თუ არა. მაღალია თავისფერი თვალები აქვს, შავი ყველა თმები. მაღალია, ბარბარე კალათბურთელი. კაი, და არ ვიცი. სანამ ესენი შერჩავენ, მანამდე აუცილებლად გამოიწერეთ არხი და კომენტარით თქვენ ვის ფიქრობდით. სანდრო ამკელაშვილი? არა. ნაკრები უნდა ნახა მაშინ. ვაიმე, გიორგი იცნობს გონი და აუ, რასი ფიქრებს? ანდრონიკაშვილი? მერმადიანი? მერმადიანი, ვინ არის მერმადიანი? ტურცილაზე. შემადიანი. ვერც ეთმა ვერ გამოიცნო მოკლედ და სხვა კითხვას დავსვა. გითხარი, ძალიან გვაინტერესებს. სავარაუდო პასუხები დაწერეთ კომენტარებში. თუ ამ ვიდეოს 500 ლაიქი ექნება, მაგ შემთხვევაში დავწერ კომენტარებში. ეს შეყვარებული იყოს კიდე დაგვაინტერესებდა. მოდი, ეხლა ბოლო კითხვას დავსვამ და ვინც უფრო სწრაფად გასცემს პასუხს, ის იქნება გამარჯვებული. 3, 2, 1. რა უცნაური ნიჭი მაქვს? ვაიმე. აბლოყინებ რო თქვა ვიქვა. ყურების კიცინი. ყურების კიცინი რა არის? ვიცი. პირდაპირ ვიტყვი. საქსაფონის ხმით ღერის. ხო? ეგ იგულისხმე ხა? ვიმღერება და მიუხვდი, აბა დაგვიმღერე. ვიცი მე სიმართლე სამბობს თუ არა. My way. არა. მან აბა დაგვიმტკიცე. არა, ზოგადად შემიძლია. მიდი. მენდეთი. მოკლედ ბარბარემ გამოიცანა მე 11 კითხვა და უბრალოდ 11 ქულა აქვს და მე 10 ქულა მაქვს. ნანას თურმე რაღაცა საქსაფონის. მე არ მაქვს პრობლემა, დავასრულოთ ერთნაირი ქულებით. მოკლედ ასე დასრულდა. როგორც აღმოჩნდა ჩემ და გასაკვირად, ორივე და თურმე ძალიან კარგად მიცნობს და ასევე დაგვიწერეთ კომენტარებში, შემდეგი რომელ დასთან ან ძმასთან გადავიღოთ მსგავსი ვიდეო. Bye!